მოგესალმებით ლევან, დღეს ზელენსკი ელოდება, რომ როდესაც სამიტზე იქნება მსჯელობა უკრაინაზე, აუცილებლად ლიდერები იმსჯელებენ იმაზეც, თუ როდის მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი ომში მყოფ ქვეყანას. ოფიციალური კიევი ელოდება დღესვე ამაზე პასუხს. მათ ძალიან პრინციპული პოზიცია აქვთ სამიტის დაწყებამდე, სულ ყველა ლიდერს თუ არა უმრავლესობას ზელენსკი ტელეფონზე ესაუბრა და კიევის მთელი უკრაინის მოსახლეობის ეს მთავარი გზავნილი გადასცა. ახლა გაგაცნობთ განცხადებებს, რომელიც ამ დრომდე არის გაკეთებული სამიტი ამ წუთებში იწყება. ესტონეთის პრეზიდენტი ალან კარისი ამბობს, რომ სამიტი არის ისტორიული ადგილი იმისათვის, რომ მიიღონ ისტორიული გადაწყვეტილება. უკრაინამ უნდა დაინახოს გვირაბის ბოლოს ევროკავშირი. აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი, ეს არის ცნობილი სიტყვები ჯანმოს დირექტორის COVID-თან დაკავშირებით და ერთგვარი გადათამაშებაა. ამ დრომდე გაკეთებული განცხადებებიდან თუ ვიმსჯელებთ, 27 სახელმწიფოდან 11 ლიდერს აქვს გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ისინი მხარს უჭერენ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა ორგანიზაციაში 27 წევრია და გადაწყვეტილებებს იღებენ კონსენსუსის საფუძველზე. არიან სახელმწიფოები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯერ ნაადრევია უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი, მათ შორის არის მაგალითად ნიდერლანდები, გერმანია. ისინი ამბობენ, რომ დაჩქარებული პროცედურები არ არის ახლა შესაბამისობაში სიტუაციასთან და აუცილებელია, რომ ყველა ის წესი შესრულდეს, რომელიც ამ ორგანიზაციას აქვს დადგენილი, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით საბოლოო გადაწყვეტილება რა იქნება. ძალიან აქტიურობენ ბალტიისპირეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ლიეტუვა. დღეს ლიეტუვას სეიმში მიიღეს ერთხმად რეზოლუცია უკრაინის დაჩქარებულ ვადებში ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. რეზოლუციაზე კენჭისყრამდე ლიტველები გამოვიდნენ სეიმის წინ და ერთხმად შეასრულეს უკრაინის ჰიმნი. რეზოლუციაში კი ჩაიწერა, რომ სეიმი უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანებას, კანდიდატის სტატუსს და გახსნას მოლაპარაკებების. სეიმი ამბობს, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს უკრაინის წევრობისკენ მიმავალ გზაზე ყველა გადასადგმელ ნაბიჯს და გასაერთიანებლად ამ ორგანიზაციაში ხალხმა აჩვენა წარმოუდგენელი მიზანდასახულობა, გამბედაობა. ისინი იბრძვიან ევროპული ღირებულებებისთვის და ევროკავშირის კარი იქნება ინსპირაცია და გააძლიერებს ევროპულ ოჯახს. დაჩქარებული პროცედურები ევროკავშირმა მყისიერად უნდა აამოქმედოს. ასეთია ლიეტუვას პოზიცია. ლიდერები, რომლებიც დღესვე ამბობენ, რომ აუცილებელია უკრაინისთვის ევროკავშირის კარი გაიხსნას, ისიც დაადასტურეს, რომ ყველა ლიდერთან ცალ-ცალკე ექნებათ კონსულტაციები, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება დადგეს დღესვე. სამიტამდე ღია წერილი გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ ახსნა, თუ რატომ ითხოვს უკრაინა წევრობის გარანტიას და მწვანე შუქს და თქვა, რომ ეს იქნება პრესტიჟის საქმე და უნდა იამაყოს ევროკავშირმა იმით, რომ ეყოლება ისეთი ძლიერი წევრი, როგორიც უკრაინაა. უკრაინა მიმართა ევროკავშირს სწრაფი პროცედურებით გაწევრიანების მოთხოვნით. მადლობელი ვარ ევროპარლამენტის ჩვენი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის. ზელენსკისადმი ოვაციების მომენტმა უკრაინელი ხალხის ერთიანობის, სოლიდარობისა და მორალური გაძლიერების, ევროპული სულისკვეთების ამაღლების მომენტის შექმნა. დიახ, ჩვენ ახლა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვართ. აშკარად არ არის ევროკავშირში გაწევრიანების კლასიკური პროცესის დრო, რომელიც როგორც წესი წლების განმავლობაში გრძელდება და აქცენტს აკეთებს ტექნიკურ და ეკონომიკურ დეტალებზე. გადაწყვეტილება უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის მინიჭების შესახებ შეიძლება იყოს ევროპისა და მისი ყველა ქვეყნის, ყველა მისი ლიდერის განსაზღვრელი გამარჯვება. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყველა ევროპელი იამაყებს იმით, რომ დგას ისტორიის სწორ მხარეს და აკეთებს მორალურ არჩევანს. იდეა, რომ უკრაინის ბლოკში გაწევრიანება ახლა გაამწვევებს ვითარებას არადამაჯერებელია. მე მოუწოდებ მათ, ვინც ამ შეხედულებას ფლობდა, უარი თქვან ამ პოზიციაზე. ეს ნაბიჯი უკრაინელ ხალხს უზარმაზარ იმედს მისცემს. ამ ბნელ დროში ჩვენ გვჭირდება ეს იმედი უფრო მეტად ვიდრე ოდესმე. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამ ნაბიჯს მხარს უჭერს ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობა. ევროკავშირის ლიდერებს შეუძლიათ ამის გაკეთება.
ევროკავშირის ლიდერებს შეუძლიათ, როგორც დიმიტრო კულება ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ კონსენსუსია საჭირო. როგორც გითხარით, გერმანიისა და ნიდერლანდების გარდა, მაგალითად დღეს ბელგიის პრემიერმაც ისაუბრა უკრაინის ევროპულ მომავალზე, დეკრომ თქვა, რომ ის უფრო ემხრობა ამ დროისათვის გაძლიერებულ თანამშრომლობას და ლიდერებთან, კოლეგებთან ამ თემაზე იმსჯელებს. კრომ განაცხადა, რომ გაძლიერებული თანამშრომლობა დაეხმარება დააჩქაროს პროცესები და უფრო უკეთ მართოს ეს პერიოდი უკრაინამ, თუმცა როგორც გითხარით, მომხრეები იმის რომ უკრაინას მიენიჭოს მყისიერად კანდიდატის სტატუსი ამბობენ, რომ ახლა რეფორმებზე და კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე საუბრის დრო ნამდვილად არ არის. ეს არის არაორდინალური სიტუაცია, არა კლასიკური მეთოდებით უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა, მისცეს კანდიდატის სტატუსი, მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ამის შემდეგ უკვე დაიწყოს ის გრძელი გზა მოლაპარაკებების, როგორც მაგალითად ბოლო წევრს ევროკავშირის ხორვატიას 10 წელი მოუნდა, რომ მათი დროშა აქ აღმართულიყო. გაკეთდა ასევე დღეს განცხადებები მარიუპოლთან დაკავშირებით, ლიდერები გმობენ იმას, რაც მოხდა, ამბობენ, რომ ეს არის ნამდვილად ომის დანაშაული და ჰააგა არის ის ადგილი, სადაც პუტინს ელოდებიან. მარიუპოლი ალყაშია. რუსეთის მიერ სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვა საშინელი ომის დანაშაულია. რუსეთის შეერაღებული ძალების მიერ საცხოვრებელ სახლებზე საჰაერო და დამხმარე კოლონების მისასვლელ დერეფნებზე დარტყმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ახლა საჭიროა უსაფრთხო გადასასვლელი. მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვა არის არაჰუმანური, სასტიკი და ტრაგიკული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ომის დანაშაული. ჩვენ გვჭირდება სრულყოფილი გამოძიება. ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო მოწოდებულია დაეხმაროს უკრაინის შეერაღებულ ძალებს და უზრუნველყოს მათი უფლების დაცვა მათ ტერიტორიაზე პუტინის საჯარისო ნაწილების უპრეცედენტო და ყოვლად გაუმართლებელი შეჭრის დროს. ჩვენ მათ ვეხმარებით აგრესორის წინააღმდეგ და ამას ემსახურება 500 მილიონი ევროს გამოყოფა, რაც მოხმარდება ლეტალური და არალეტალური იარაღის შეძენას. ამ დახმარების გარდა წევრი ქვეყნები უკრაინას ორმხრივ ფორმატებშიც ეხმარებიან, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თითოეული წევრი სახელმწიფოს გადასაწყვეტია რითი დაეხმარება უკრაინის შეერაღებულ ძალებს, რათა მათ შეძლონ ქალაქების, ქვეყნის ტერიტორიის და მოქალაქეების დაცვა. ევროკავშირმა დააწესა სანქციები. მათი გამკაცრება წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული. ევროკომისია აქტიურად მუშაობს ქვეყნებთან და მუდმივად ვაწვდით მათ ინსტრუქციებს თუ როგორ უნდა მოხდეს იმპლემენტაცია. ეს პირველ რიგში ეხება მაგალითად სანქცირებულ პირთა ანგარიშების გაყინვას. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია ეს გააკეთოს. ევროკავშირის ლიდერები დღეს იმსჯელებენ სანქციების შემდეგ ეტაპზე, ასევე ენერგოდამოკიდებულების შემცირებაზე, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად ყველაზე მეც და ყველაზე ძალიან, რასაც კიევი ელოდება ამ საღამოს, ეს არის მწვანე შუქი კანდიდატის სტატუსზე. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ან რა ჩაიწერება, როგორი იქნება ეგრეთ წოდებული ვორდინგი, მაშინ, როდესაც იქნება საუბარი ერთობლივ დეკლარაციაში ლიდერების უკრაინის მომავალზე ამ ორგანიზაციაში. მოლაპარაკებებს რაც შეეხება ევროკავშირიც და ნატოც ყოველთვის აცხადებს ერთსა და იგივეს, რომ აუცილებელია მოლაპარაკებებით გადაიჭრას ის, რაც ხდება ახლა და დასრულდეს ომი უკრაინაში და არ გაფართოვდეს ევროპის კონტინენტზე, თუმცა დღევანდელი მოლაპარაკებების შემდეგ მაგალითად ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერზე დაწერა, რომ არსებობს ტყუილი, ამის შემდეგ მოდის დიდი ტყუილი და ამ ყველაფრის შემდეგ არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მადლობა კეთი, კეთილ მხარ დავასაუბრებდა პირდაპირ ეთერში.